მოთხოვნები უცვლელია, ხალხის პროტესტი კი უფრო და უფრო მეტად მატულობს, იმიტომ რომ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ დღეს აქციაზე ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამ დრომდე მართლა არ გვინახე 23 დღეა უწყვეტი ქუჩის პროტესტი მიმდინარეობს ბათუმში. კი, როგორც ჩვენ ვცოცხარი მაყურებელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დღეს გამართეს მარში, ისინი მსვლელობით მოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და დიდი ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესასვლელთან იდგნენ ტრანსპარენტებით, ჩვენ მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა ეს კადრები პირდაპირ ეთერში ენახა. ეხლა რაც შეეხება ამ სიტუაციას, რაც ახლა ხდება კადრში, ხედავთ მსვლელობას, რომელიც უკვე დაიწყო ბათუმის ქუჩებში. არ ვიცით ამ ეტაპზე რამდენ კილომეტრს გაივლიან დღეს ეს ახალგაზრდები, თუმცა რამდენად გვაქვს ინფორმაცია, თითქოს მთელი ქალაქის აი ესეთი შეძახილებით დროშებით შემოვლა დაგეგმილი და მინდა გითხრათ, რომ ამ მარშს მოყვებიან ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებმაც როგორც გითხარით დღეს მარშში გამართეს ევროპის მოედანზე, შემდეგ შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ახლაც ამ წუთებში ისინი მოემართებიან სხვა ადამიანებთან ერთად. მათი მოთხოვნაც არის უცვლელი, რომ აუცილებლად დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ესეთი სისასტიკე აჩვენეს მთელ ქვეყანას, აუცილებლად დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები. შიშუმ თემი სვის ეს ბრძოლა არ არის ახალი და აუცილებლად ისევე როგორც ის რკინის კედელი გავარღვიეთ, გამოვედით და ვცდილობთ რომ ვიყოთ საერთო საზოგადოების წევრი, ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაშიც აუცილებლად მივიღებთ გამარჯვებას და ხელისუფლებას ვეთქვით რომ ჩვენზე არის ჩვენს ნებაზე არ დამოკიდებული მათი ძალაუფლება, მათი ლეგიტიმაცია და ჩვენ ხალხი არ ვაძლევთ მათ არც ლეგიტიმაციას და თქმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ჩვენც გამოვხატავთ პროტესტს მიმდინარე ძალადობაზე, იმ დაკავებულ ადამიანებზე, იმ მოკლედ უსამართლო სასამართლოს და ასე შემდეგ, რაც ხდება ქვეყანაში ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, რომ დაიგმოს ძალადობა და გამოძიებული იქნოს ყველა ფაქტი. ახლა წყდება ქვეყნის გეზი, სად წავა ის, წავა რუსეთისკენ თუ წავა ევროპისკენ. ხალხს ამოძრავებს ერთი იდეა, თავისუფალი საქართველოს, ევროპული საქართველოსი და ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავიღლებთ მანამ სანამ არ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირში. აი ეს 23 დღე არის ჩვენთვის უფრო მეტად мотиваციის მომცემი, უფრო მეტად გვაძლიერებს ეს ყველაფერი. თითოეული ამ ადამიანის აქთან ახლა ჩვენ აქ ყულა არ ვიკრიბებით, ჩვენ აქ დროს ყულა და უბრალოდ არ უკარგავთ და ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიღებს შედეგ 23-53 შემდეგ დღეებში აუცილებლად. როგორც გითხარით, პროტესტი არჩევნობა უფრო და უფრო მატულობს. მე ხარ ეცდები კიდევ უფრო მეტად ახლოს გაჩვენოთ კადრში რა ხდება ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში. აქციის მონაწილეები განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა ასაკის მიუხედავად ყველანი არიან ქუჩაში გამოსულები საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ მათ გადაწყვეტეს რომ მსვლელობა გამართოს ქუჩებში, მოუწოდნენ ადამიანებს რომ შემოუერთდნენ. დღეს შედარებით კარგი ამინდია ბათუმში, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცივ არავის უშინდება იმას რომ გამოვიდნენ გააპროტესტონ იმისთვის რომ დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი. ამის შემდეგ რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, აქციის მონაწილეები ისევ დაბრუნდებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აი ესეთი ამ წუთებში ვითარება ბათუმში, ჩვენ ბუნებრივია მარშის მონაწილეებთან ერთად ვირჩევით, კადრსაც პირდაპირ ეთერში დაგიტოვებთ და უფრო მეტ დეტალს აუცილებლად შემდგომშიც შემოგთავაზებთ.